საზღვარგარეთ სწავლების მსურველების ეს პრობლემა ამ შემთხვევაში თუ კი ეს 12 წლიანი ქართული ქაღალდი არ ექნება ბავშვი. არც ერთ სტუდენტს დასავლური და ასე ვთქვათ თავმოყარე უნივერსიტეტი არ მიიღებს ჩვენი 12 წლიანი ქაღალდი. ვინც მიუღიათ ძვირფასო სტუდენტებო და ახალგაზრდებს ის არის მხოლოდ და მხოლოდ მათი კომპეტენციის ნაჩვენები მოსწრების რაღაც გამოცდების თუ გასაუბრების თავისიანთი პორტფოლიოების შეფასების შედეგი და არა ის რომ რაღაცა 12 წლიანი ქაღალდი. მე-12 კლასი კი არ არის არაადეკვატური. დანარჩენი 11 კლასიც არაადეკვატურია. პრინციპში ხდება ამას, მე მგონი დიდიც და პატარაც, რომ ეს სკოლა 11 იქნება თუ 12 წელიწადი რაღაცა ცოდნის ადეკვატური შესაძენი ადგილი კი არ არის. არის რაღაცა დაწესებულება. 9-დან 12-მდე 12 წელი უნდა იარო. შეუძლებელია იმ სტრესულ გარემოში, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ახალგაზრდებს, ჯანსაღი და ადეკვატური განვითარება მოხდეს. მივცეთ ადამიანებს საშუალება თავისი გემოვნებით, თავისი კომპეტენციით და თავისი ენთუზიაზმით მოაწყონ ეს სკოლები, ისე როგორც მათ უნდათ, ისე როგორც უნივერსიტეტები. დადასტურებული ფაქტია, რომ საჯარო უნივერსიტეტები როცა ჰქონდა მხოლოდ და რომ გაჩნდა კერძო უნივერსიტეტები, ამ კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებლები ბნელ 90-იანებშიც კი უფრო ცოდნეები და უფრო წარმატებულები გახდნენ და კონკურენციის გაზრდამ საბოლოო ჯამში რაღაცა გაუმჯობესება შეიტანა, ხო? ანალოგიურად მოხდება, რაც უფრო მეტი თავისუფლება ექნება მიცემული ამ სკოლებსაც. რატომ არ უნდა გადაწყვიტოს უნივერსიტეტმა თვითონ როდის მიიღებს ბავშვებს? ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩემი აზრით და პატარა პრობლემებს და დღეს ვერ გადაწყვეტ, როდის ჩააბარო ერთიანი ეროვნული გამოცდა და ვერ გადაწყვეტ მაგისტრატურის გამოცდა როდის ჩააბაროს დასრულმა ადამიანმა, რომელიც მუშაობს, შენს შვებულებას გეგმავ, სამუშაო გაქვს, რაღაცა კონკრეტულ დღეს უნდა დარეგისტრირდე და მე რაღაც კონკრეტულ დღეს უნდა მიხვიდე. ყველაფერს თუ იღებენ სხვა ქვეყნებიდან, უბრალოდ ჯიმაც, ელსაც, როდის აბარებს ეს ხალხი, როცა უნდა, მაშინ აბარებს და მე ეს შედეგები სადაც უნდა იქ მიაქ და აქ ჩვენთან გადაწყვეტილია, რომ რეგისტრაციის თარიღის დაგიდგინონ, გამოცდის თარიღის დაგიდგინონ. არ გჭირდება აი უნივერსიტეტს როდის აირჩევენ ჩააბარო ისიც უნდა დაგიდგინონ. მართლა არ არის სფერო ამ განათლების სისტემაში, რომელსაც თიც დავადებთ ჩვენ და აი სავალალო მოდი ვახსენოთ ეს სიტყვა არ იყოს სავალალო სიტუაცია.